ძალიან საინტერესოა თქვენი კითხვების მოსმენა და მე ვარ დათო ევგენიძე, მუსიკოსი. ბედნიერი ვარ, რომ აინტერესებს ჩემს ქვეყანას თუ რას ფიქრობ, ონდრაზე ჯერჯერობით არ ვიცი, ამას ერთად გავიგებ. ეხლა ბევრად უკეთესად და რახანეს შეკითხვაა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო გიორგი მახარაშვილს, ვინც ღვიძლი გადამინერგა ჩემს ღვიძლ ძმას, ეს შემიძლია ვთქვა და ჩემს ცოლს, რომ ისინი ვერ გადარჩებოდი. არც არ გითხრათ, არაფერზე არ ვფიქრობდი, იმდენად სპონტანურად მოხდა ეს ჩემი წასვლა. ნუ აი თვითონ გიორგი მახარაშვილმა მაიძულა, რომ წამოგადაინერგე, რას გევხარ წამოგადაინერგე თვითონ. რომ ვერც მოასწარი გააზრება თუ სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი. ჩვეულებრივად ცხოვრების წესმა რა. კონცერტი, ბანკეტი, კონცერტი და სმა ალკოგოლი იყო ის პრობლემა, რამაც აქამდე მიმიყვანა. აი სწორედ ეგ თქვი, რომ გიორგი მახარაშვილი იყო ამის ინიციატორი და ვერც მოასწარი აღქმა იმდენად პატარა დროში მოხდა ეს ყველაფერი, რომ აი ოპერაციის მერე მივხვდი თუ რა მოხდა რა. და მე გავაკეთე ანალიზი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცხოვრებაში ხა დაწერილი წიგნივით არის რა, რაღაც ბედისწერული რაღაცეებია და ეს იყო ყველაფერი ბედისწერულია საერთოდ იმ ღამეს დავასაფლავე დედა. ეს იყო 31 დეკემბერი, როცა ესე მოუწია დასაფლავების დღემ და რიყეზე იყო კონცერტი წინასწარ დანიშნული საახალწლო. და მე რო არ დამეკრა, საერთოდ ჩაიშლებოდა ეს საახალწლო კონცერტი და ნუ აი ძალიან ცუდი სიტუაცია იქნებოდა. როგორი რთულია, როდესაც დედას ასაფლავებ იმ დღეს და გიწევს კონცერტის დაკვრა. დაუკარი კონცერტი, რა თქმა უნდა, მე დავლია რა, მე ძალიან მიჭირდა ეს ამ კონცერტის დაკვრა და საკმაოდ ძლიერი მთვრალი ჩავჯექი მანქანაში, ტაქსი გავაჩერე. და ამ ტაქსის სახეზე ქონდა რაღაც საშინელი ლაქები რა. და რა გჭირს მეთქი რა, ვკითხე და მე 2 თვე დამჩავა სიცოცხლეო. ცეროზი მაგ ბოლო სტადიაშიო და ეხა ფულს ვაგროვებ, რომ შვილებს დავუტოვო რა. მეთქი როგორ გადარჩენა არ არსებობს მეთქი არანაირად მეთქი და ერთადერთი გადანერგომანა მაგის ფული ვინ მომცაო მეურა და ჩავიწერე ტელეფონი, ისე თვრალი ვიყავი სახელს ვერ დავიმახსოვრე და ღვიძლი ჩავწერე რა. მეორე დღეს დავურეკე, გავიგე რა იყო საჭირო, ავიღე კრედიტი, დონორს გადავუხადეთ ფული, ოპერაციის ფული და გადარჩა ეს კაცი. და მე რო უკვე გადამინერგეს ღვიძლი გადავრჩი, მივხვდი რომ დედამ გავამიგზავნა ეს ადამიანი რო გადამერჩინა, რომ მე პასუხად გადავრჩენილი ვიყავი. სამწუხაროდ გარდაიცვალა, 8 წელი იცხოვრა. მე როგორც მისმა ძმამ ითხრა, გააგრძელა სმაო რა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. არ შევცვლიდა. ისევ ვიცხოვრობდი. შვენივრად კარგად არის და ბედნიერი ვარ, რომ ჯამთელია და კარგად არის და შვილის ნათლია ვარ, მირონით დავკავშირდით და მეჯვარე ვარ ასევე. და ჩემი ღვიძლი საერთოდ არ მაქვს, მხოლოდ მისი ღვიძლი მაქვს. და უცნაური დამთხოვა მოხდა, იმიტომ რომ ისე სპონტანურად წავედით, რომ აქ გაშინჯვის დროც არ ქონდა და სისხლიც არ ვიცოდით ერთმანეთის, როგორი დამთხოვაა წარმოიდგინეთ და რომ ჩავედით თურქეთში, რომელი სისხლი გაქვთ და არ ვიცით მეთქი და თქვენ რომ გიჟები ხო არა ხართ დონორული და დაემთხო. და მე ყველა საოცრება ის იყო, რომ მე უკვე ვარიკოზული სისხლდენები მქონდა და ამდენი გაშინჯვის და იმის დროც არ იყო რა. და რომ გავგჭირეს აღმოჩნდა, რომ საერთოდ ღვიძლი არ მაქვს ჩემი. მე ქირურგი მიყვება ოპერაციის მერე, ვინც ოპერაცია გამიკეთა, რომ აი რო გაგჭერიო, არ ვიცოდი რა მეკეთებინაო, არაფერი არ დამხვდაო. არც ნაღურის ბუშტი, არც სადინარები ხელში მადნებოდაო და ღვიძლი საერთოდ არ ქონდაო და ერთი ადამიანის ღვიძლი არ ყოფნიდაო და ლიკა მოამზადეს ჩემი ქვევით. და რო გაჭრეს, მახარა აღმოაჩნდა დეფექტი 50% უფრო დიდი ღვიძლი ვიდრე საჭირო იყო და ეს 50% მაქვს მე. საოცრება არის. გონებით არ ვლახავ ხოლმე რა, ემოციით მე ხო ბუნებით ვარ იმპროვიზატორი რა. სპონტანურობა არის დიდი ნაწილი ჩემი შემოქმედების. ხელების მჯერა ხოლმე რა. ხელები უკრავენ და მე აღვიქვავ რა ვქენი. ხელების მჯერა და ამიტომ მჯერა ანგელოზის, რომელსაც მუზას ეძახიან რა და ეს არის ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი, რომელიც შენში მოდის როგორც გზავნილი. და ამიტომ ამ რაღაცების მოგვარებაც აი ამდენად ხდება,
როგორც უკრავ, ისე გვარდება ეს პრობლემებიც. Რა თქმა უნდა, მუსიკა და ლექსიც მუსიკაა ჩემი, იმიტომ რომ სიტყვა ხო ბგერა და სიტყვებიც როგორც მუსიკა ისე მოდიან ჩემთან. თუ ჩემს ლექსებს დააკვირდები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბგერათა წყობას. და ეს უფრო მუსიკალური სიტყვებით იბადება ხოლმე ლექსი. რა თქმა უნდა, მუსიკა, მე მუსიკა ვარ თვითონ. ახალი ჩამოსული იყო ნინო სოხუმიდან და ვიცოდი მისი ისტორია, რომ ბებია და ბაბუა ეზოში დაუხრიტეს და მისი დისკმარი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო დღეს ირაკლი ჭანტურია, იცით შეიძლება, უბრალოდ აღარ არის ცოცხალი სამწუხაროდ და მისგან ვიცოდი ეს მისი ცოლის დის ისტორია და მისი ცოლის ისტორიაც რა თქმა უნდა, რომ მშობლები დაუხრიტეს და ძალიან მტკივნეულად მივიღე ეს ისტორია. მე როდესაც დავინახე ულამაზესი იყო რა და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მყავდა, ცოლი მყავდა, სულ მაინტერესებდა რა შვება ეს გოგო რა. თითქოს ბედისწერულად გძნობდი, რომ ოდესღაც ერთად უნდა გვეცხოვრა. ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი წლის უნახავი მყავდა. მე უკვე აღარ მყავდა ოჯახი და დაცილებული ვიყავით ერთმანეთს და დავბრუნდი მე საქართველოში. და ალბათ 7-8 წელიწადი არ მყავდა ნანახი და ერთ-ერთ ადგილას რაღაც ფართი იყო თუ დაბადების დღე და დავინახე. რომ დავინახე მივხვდი რომ ჩემია და პირდაპირ მივედი რომ მე უნდა წაგიყვანო მეთქი მოსკოვში ვიყავი იმ პერიოდში მოსკოვში მეთქი და უიო მე მივდივარ რომ ჩემი ბიძაშვილი არის იქ და არა ცოლად უნდა მოგიყვანო მეთქი. აი 7 წელს უნახავს უთხარი საერთოდ არაფერი არ ქონია. ნუ გაეცინა რა და რამოდენიმე დღეში ჩემი ცოლი იყო. სახში რომ გავაცილე, ავყევი სახში და დედამის უთხარი ცოლად მომყავს მეთქი. და დაიბნა დედამის არ ელოდებოდა არანაირად და არც ჩემებმა არ იცოდნენ ჩემთან მოვიყვანეთ, პირდაპირ ჩემი ცოლია მეთქი უთხარი. სამწუხაროდ ალკოგოლზე, რაზეც გული მწყდება ძალიან. ხანდახან შემეპარება ხოლმე რა, აი სურვილი, იმიტომ რომ ალკოგოლი არ არის მხოლოდ სიმთვრალე. საქართველოს კაცისთვის რიტუალია, თავის ადღეგრძელოთი, თავის ურთიერთობით და აი ამის მონატრება უფრო მაქვს ვიდრე თვითონ სიმთვრალეს. გული მწყდება იმ ჩემ ცხოვრების წესზე, როგორც ცხოვრობდი რა, დავფრინავდი და ეხლა ცოტა ფრთებმოჭრილებითა ვარ, მაგრამ ფრთები მაინც მაქვს. ჩემთვის საჩუქარი გახდა ეს პერიოდი, ჩემი ავადმყოფობის პერიოდი, რის გამო? იმის გამო, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, სახში ვიყავი სულ და ამოვიღე ძველი ვინჩესტერები, ჩანაწერები. და იმდენი მუსიკა ვიპოვე, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა, რომ დაწერილი მქონდა, რომ აი საოცარი რაოდენობა, ასობით საათი მუსიკა ვიპოვე, აი ამ რომელიც შეიძლება არც ცოდნო და ისე წავსულიყავი ამ ქვეყნიდან, რა და ეს იყო საჩუქარი ჩემი ამ ავადმყოფობიდან, რაც მივიღე. და ეხლა რა თქმა უნდა ვაპირებ მომენატრა კონცერტის გარეშე ვერ ცოცხლობ მე. და ძალიან დიდი ხანია კონცერტები არ მქონია და წელს ვაპირებ საახალწლოდ ჩემს 2 კონცერტის გაკეთებას. არ მქონია ჩემი სიმღერების კონცერტი არასდროს და აი მეორე ისეთი მრავალჟანრობრივი კონცერტები ოპერაში რო ვატარებ ხოლმე, აი ესეთი კონცერტი მექნება ეს ორივე ნოემბერ-დეკემბერში. საერთოდ რაც მაცვია არც მახსოვს ვინ მიყიდა, იმიტომ რომ ჩემთვის არასდროს არაფერს არ ვყიდულობ. არასდროს და ეს მთელი წამსაცმელი რაც ვაცვი არის შეძენილი 10 წლის, 15 წლის წინ აი საფრანგეთში რო ხარ, ან სადმე საზღვარგარეთ ესპანეთში, ან იტალიაში და უბრალოდ აი ცოლი რო ძალით გაყიდინებს რა. თორე ესე რომ წავიდე და რაღაცას შევიძინო, ეს ჩემთვის ებაში არ არის საერთოდ. აი ბენდანას დაკარგვა ჩემთვის არის მანქანა მინჩევნია მომპალონ, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს რომ მიუხედავად რაოდენობისა, რამდენიც მაქვს, იმ ერთი დაკარგული ბენდანას იმდენი რაღაცა აქვს მეხსიერებაში ჩემთან ერთად ყოფნის, რომ აი ტრაგედია არის ხოლმე ბენდანის დაკარგვა. ნუ ბენდანა დავიხურე მე-9 კლასში ვიყავი პირველად სკოლაში რა. და ნუ ამის გამო ჭუბი მქონდა, მასწავლებელი მაგდებდი. სკოლაში რა თქმა უნდა არ ვიხურავდი და გარეთაც რომ ხედავდნენ ძალიან მეჭუბებოდა. ფოტოებიც მაქვს, მე გადაღებული ერთად ავართ, მე გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარგვიანი, ლევან აბაშიძე, ამ ფოტოებში სულ მაშინაც სუბენდანით ვარ. ჩემი რაღაცა იმდენად ჩემი ნივთი გახდა, თან მე პირველი ვიყავი, ვინც გავიკეთე ბენდანა და პირველი ვიყავი, ვინც გავიკეთე საყურე. ეს ყოველთვის იყო ჭუბის მიზეზი ხოლმე. აუ რა მეგრელი ქალები წაგიკრია ბიჭო თუ რაღაცა მეც პასუხობდი და ვიწყებდი ჭუბს ხოლმე რა. ხშირად ჭუბობდით ხოლმე და უფრო ხშირად ჩვენი ჭუბის მიზეზი იყო ხოლმე მე ირაკლი, ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე პოპულარული ვიყავით გოგოებში რა და ის სხვა ბიჭები ცოტა ეჭვიანობდნენ და ამის გამო გვიწევდა ჭუბი ხოლმე რა. რა თქმა უნდა მე ხო
აბრევიატურით ვარ დათო ევგენიძე D-E და დედა რო გარდაიცვალა წერტილი მოვაცილე და D გავხდი. ეხლა ხელს ვაწერ როგორც D. ის წერტილი გამიქრო რა და წერტილი ხო დასასრულია და პირიქით უსასრულობა მაჩუქა ჩემს საკუთარ ინიციალებში დედა შემოა რა და ნუ დედა ყველა ადამიანისთვის სიცოცხლის მჩუქებელია ხო და თანხმობის ქვეყანა ვარ ჩვენთვის დედა უმნიშვნელოვანესია და მაგის გარდა ისეთი ტრაგედია ქონდა გადატანილი თელ ოჯახს ჩემი დის დაკარგვა რომ მარტო მე ვყავდი და მთელი ეს ორმაგი სიყვარული ჩადო ჩემში და მეც ვცდილობდი რომ რაღაცნაირად შემევსო ეს ტკივილი და ჩემისთვის და ეს სხვანაირი გახადა ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო იდუმალი თავისთავად და ნუ ეგეთი მძიმე არც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ღმერთო დაიფაროს სულ რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და რამდენადაც რთული სათქმელი არ უნდა იყოს ლიას წასვლამ მე გამხადა უკეთეს. ლიამ მაჩუქა თუ კი რამე კარგი არის დათო ევგენიძეში ეს ჩემი დისაჩუქა. იქამდე რასაც დავუშვათ ჩვეულებრივად ვთვლიდი ჩემს საქციელში კედმაღლობას რაღაცა ამ რაღაცებს ეს ყველაფერი მომაცია. იცით რა არის რომ ცოტა დამღლელი მამა ვარ ამ ხრივ. შემთხვევით გაგებული ტრაგედიის ამბავი რომ აქ ჩემი დის ამბავს გულისხმობ. მე ხო არ ვიცოდი სხვაგან მე ვიყავი ბიჭუნთაში და ეს მოხდა გრიგოლეთში და აი ესე უცებ გავიგე რა რომ ეს არასდროს არ დამავიწყდა დამრჩა როგორც კომპლექსი და ამიტომ სუნდა ხაზზე მყავდა და სუნდა ვიცოდე რომ კარგად არიან და ამით ვაწუხებ ხოლმე ურეკავ დღეში 300 ჯერ მაგრამ ესე პირად ცხოვრებაში არ ვერევი თავისუფლება მისცემული მისმენენ ხოლმე მაგრამ თუ დავუშვათ რაღაც საკამათო არის ყოველთვის ვუტოვებ თავისუფლებას ნუ ფიცხი ვარ შეიძლება რაღაც ოღონდ ძალიან მოკლე გაბრაზება ვიცი ხოლმე 5 წუთში აღარ მახსოვს დიდხანს არ ვატარებ სიბრაზეს და მაწუხებს საერთოდ აგრესიულობა რა როცა აგრესიული არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომ რომ ერთხელ გეძლევა სიცოცხლე და მაქსიმალურად სიყვარული უნდა თესო და მიმტევებელი უნდა იყოს ეხლა ურთიერთობაა თბილისი და საერთოდ სიცოცხლის ურთიერთობაა და რაც შეეხება თბილისს მე დავიბადე რუსთაველის 54 ნომერში და ვსწავლობდი პირველ სკოლაში და თელი რუსთაველის გავლა წინ და უკან მიწევდა ყოველდღე. რუსთაველის პროსპექტი ჩემი ქუჩაა, სადაც თელი ბავშვობა გავატარე. და ნუ ის ლაღიძის წყლები ისე მწყდება გული რომ აღარ არსებობს, იმიტომ რომ აი ლაღიძის წყალი იყო ერთ-ერთი ნიშანი თბილისის რა. და იმედი მაქვს რომ ოდესღაც ბედისწერა ისე იზავს რომ დაბრუნდება თავის ადგილას ეს ლაღიძის წყლები რა. რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისგებლობაა როდესაც თბილისის საპატიო მოქალაქე ხდები საერთოდ ამ წოდებაზეც არ არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი უბრალოდ იყო თბილისელი ეს უკვე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობაა იმიტომ რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ აჩუქა სრულიად საქართველოს ესე იგი ლევან აბაშიძე, ერეკლე ბადურაშვილი, გიო ხუციშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ირაკლი ჭანტური ასევე თავგასა, ეს სია არ მთავრდება სამწუხაროდ, დათო კოტეტიშვილი, გოგიტა ჭყონია, ჩვენი გენიოსები ლუკა წულაძე, საოცარი თავობა იყო რა, მართლა საოცარი თავობა, რასაც 90-იანებს ეძახიან. ნუ დათო ტურაშვილმა ჯინსების თავობა დაარქვა. ძალიან ბევრი რამ დატოვა ამ თაობამ თავის ინდივიდუალური აზროვნებით და არასდროს არ ყოფილა ამ თაობის პროტესტი აგრესია. ჩვენი პროტესტი ყოველთვის იყო რომ ჩვენ თქვენ არ გავართ. და თავისუფლება იყო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ოღონდ არასდროს არ გამოვხატავდით ჩვენს თავისუფლებას აგრესიით ან სიძულვილით რა. ეს ჩვენი გამოხატვის ფორმა არ იყო. ეს ჩვენი გამოხატვის ფორმა იყო ხელოვნება ჩაცმის ტიპი რომ აი ჩვენ თავისუფლები ვართ იმ წნეხში რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა თავისუფლების მატარებელი თაობა ვიყავით ფიქრის დროც არ მქონდა ეს ისეთი შოკური მდგომარეობა იყო იმიტომ რომ გეგა იყო ქორწილიდან მე და ირაკლი ადრე წამოვედით ჩარკვიანი და გეგა მე ნუცუბიძეზე მიღებული მქონდა ბინა სადაც ჯერ გადასული არ ვიყავი და იქ გველაგან ინსტრუმენტები და იქ მივდივართ ყოველდღე უკრავდით ირაკლი გიტარაზე მე პიანოზე გეგა უდარნიკზე მაიმუნებდა ხოლმე და რო წამოვედით ადრე ქორწილიდან ცოტა გაგვიკვირდა რატო არ ვიყავით ჩვენ მეჯვარეები იმიტომ რომ ბევრად უფრო ახლო მეგობრები ვიყავით ის ადამიანები ვინც
საქორწილო სუფრაზე მეჯვარებად იჭდნენ, არც ვიცნობდით ზოგს და აი გეგასთანაც არ გვინახია. რომ გაგიკვირდება უცებ რა. დაგვიწია გეგა გზაში და რატომ მიდიხართო და ნუ მეთქი საწახვალთო, მეთქი ნუცობიძეზე ავალ და მოვალო რა. და ეხლა ვერ წარმოვიდგინეთ მე და ირაკლი მეორე დილას ბათუმში მიდიოდა საქორწილო მოგზაურობაში და რომ მივედი დაგვდა წერილი რა. ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია, ყველანი მოსულან. მე და ირაკლი რო ავედით, ჩემთან საკმაოდ გვიანი იყო, 3.5 იყო დილის და მეთქი რახან მოვიდა და იქვე ცხოვრობდა. მე ნუცუბის 20 ნომერში მქონდა ეს ბინა მიღებული და გეგა კანდელაკზე ძალიან ახლოს. ჩავჯექით მანქანაში მივაკითხეთ, ააყენა ცოლი, უკვე ლოგინში იწვნენ, რომ დილას უნდა გაფრენილიყვნენ და ჩაასვა და წამოვიდა ჩვენთან. აი საერთოდ ვერაფერი ვერ შევაწყე რა. ვერც მე, ვერც ირაკლიმ. ჩვეულებრივად ვიჯექით, ვიცინოდით რაღაცებს, ხუმრობდით, უკრავდით. ერთადერთი ის ცოლი იჯდა რაღაცნაირი ხასიათზე რა და მე ირაკლის უთხარი რომ მეთქი ჩაის ვაკეთებდით რომ მეთქი ან ჩვენ არ მოვწონვართ ან ძალიან უჟმურია ეს გოგო თუმცა საადმიტის ხო არ ვიცოდით და მივიყვანეთ სახლში იყო სადღაც 8 საათი დილის და ნუ რამოდენიმე საათში გაფრინდა ნუ აი აბსოლუტური შოკი იყო აი ვერც მოვასწარით რა დავარქვა იმ ემოციას რაც დაგვემართა მე და ირაკლის ირაკლიმ ხმა უკანკალებდა რა რამოდენიმე საათში რაც დავცილდით რა გეგამ თვითმფრინავი გაიტაცო მეთქი მაღადავებს ვერც დავიჯერე საერთოდ რა რას მეუნეოდა და ნუ ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული იყო ეს განაჩენი რომ მოვისმინე რა რომ უნდა დაეხვრიტა და მაშინ დავწერე სწორედ რაც წარმოვიდგენდი რომ ეგეთ დროს შეიძლება სიმღერა დაწერო ეს იყო ის შემთხვევა როცა ემოუშენ დავწერე როდესაც განაჩენი გავიგე მოსკოვში ვიყავი მაშინ რა სწავლობდი იქ მოსკოვის კონსერვატორიაში ეს არის ჩემი ერთი უდიდესი ტრაგედია ლიას მერე რა გეგა და ლია გეგა იყო მე მგონი 6 ივნისს და ლია 7 ივნისს იყვნენ ტოლები იყვნენ მე უფროსი ვიყავი წელიწადნახევრით და ერთი პერიოდი გეგა პირველ სკოლაში სწავლობდა ჩემი დისკლასელიც იყო რა და ლია რაც გარდაიცვალა თავის დაბადების დღიდან პირდაპირ ჩემთან მოდიოდა ხოლმე გეგა რა უახლოესი იყო ჩემი რა ვიცი რა ერთ-ერთი ლიას მერე მეორე ტრაგედია გეგა იყო რა მე დავუძახებდი რომ დაქოცნაცებული საქართველო არ მეყვარს რა იმიტომ რომ ეს ქვეყანა იმდენად პატარა ერი ვართ და იმხელა გველეშაპებში ვცხოვრობთ რომ ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ აქვს. როდესაც აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი, როდესაც სამაჩაბლოში ვართ დასაბრუნებელი. ეს პირიქით მტერს უხარია რომ ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ვართ, იმიტომ რომ იმ თავარ აქცენტებს არ ვსვავთ, რაც ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და იქ დევნილი ადამიანების დაბრუნება და არ ვიცი არ მესმის არც ქოცი ვარ არც ნაცი ვარ ქართველი ვარ მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა რომ ერთობა იყოს რა გაერთიანებული საქართველო ჭირდება ერთი ნიშნით ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ტერიტორიების გამძლიანებისთვის და ეს მიზანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის დაპირისპირება რაც მათ შორის ხდება სხვათა შორის მე Facebook-ზე უთხარი არ ვიცი ამდენად გაიგეს ნაზად კოცნი ხო არ გამოხატულება შენი ემოციის და ნაცად კოცნით მეთქი რა რაც შეეხება კოცნაც ამბავს რა და არ მომწონს ეს ნაცი კოცი რაღაცა და ამის გამო უახლოეს მეგობრებს ერთმანეთი ყავს დაკარგული რა რომლებიც გაიზარდნენ ერთად იმიტომ რომ ერთი კოცია და მეორე ნაცია თუ და ან დაირქვეს ეს სახელი თუ მაგ სახელს ვერ ირქმე ვერ დაგარქმევენ მინდა ყველას მივმართო ვინც არ ვიცი რაც თulis არ ვიცი მაგრამ იქ ვერ მხედავ სადაც უნდა რომ მხედავდეს როგორც მიყვარდა სულ ყველა ისე მიყვარს დღესაც და მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სად არიან რას ფიქრობენ ჩემთვის ის მეგობრობა არის 1000 მაგათ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რაღაცა პოლიტიკური მიმართულება პოლიტიკა ითვალისწინებს რაღაცა ქმედებებს თვისებრივს რომელიც ჩემთვის მიუღებელია. მე მაგ წესებით ვერ ვიცხოვრობ და პოლიტიკა ითვალისწინებს თუ პოლიტიკოსი ხარ გიწევს რაღაცა ისეთი გააკეთო რომელიც სხვას მაგალითად აბრაზებს და არ მოწონს. მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ ეს პოლიტიკოსი ცუდი ადამიანია, უბრალოდ პოლიტიკა არის თვითონ ესეთი დარგი მიმართულება, სადაც ეს ძალაუნებურად რადიკალურს ხდის ორ მხარეს, სხვადასხვა მხარეს მოფიქრავს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკა არის ის, რომ ორივე უნდა ფიქრობდეს ქვეყანაზე და ვინ უფრო კარგს თავაზობს, ამაში მიდიოდეს ჯიბრი და არა ზიზღი. ჩემი სამომავლო გეგმა რახან გადავრჩი, მე კიდევ უფრო მეტი მაგ გასაკეთებელი
უნდა მეტი მუსიკა, მეტი ლექსი, მეტი პერფორმანსი, მეტი კონცერტები და ეს არის ჩემი დანიშნულება, რომ მე ხალხთან მივიტანო ხელოვნება, ჩემი ხელოვნება და ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე მართლმადიდებლად. იმიტომ რომ შენ არიჩევ, ხო? შენ იბადები იმ ქვეყანაში, რომელსაც უკვე არჩეული აქვს თავის გზა და მადლობა უფალს, რომ მე ქართველად დავიბადე. დღეს ვიღაცამ გაიარა ცაზე და დატოვა ნაფეხური მთვარის. როგორც თოგზე სიარული ჩუმი ჩატეხილი საფეხური ღამის. იმის იქით არაფერი იყო, ზე იწვა და აბრმავებდა სიზმრებს. და სიზმრების ლურჯი ნატყვი არის. ბრმა მათხოვრებს ვარსკვლავებად მისცეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა რომ გაინტერესებდა და კითხვები გამომიგზავნეთ და მე ვარსებობ თქვენთვის, იმიტომ რომ ჩემი პროფესია არის არ ვარსებობ თქვენს გარეშე, ვარსებობ მხოლოდ თქვენთვის და რამდენადაც თქვენთვის საინტერესო იქნება, მით მეტი სტიმული მექნება მეტის კეთების. ასე რომ მადლობა ყურადღებისთვის.